მოგესალმებით შუადღემშვიდობის. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. დღეს ორშაბათია 20 იანვარი. მნიშვნელოვანი დღე არის, მე ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ თვალსაზრისით, რომ დღეს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის დღე არის. საქართველოს დროით 9 საათზე გაიმართება ეს პროცესი და ამერიკის ისტორიაში მეორედ მოხდება, როდესაც ეს დიდი ღონისძიება არ გაიმართება გარეთ, წელს ამინდიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მართლა ძალიან დაბალი ტემპერატურა არის ახლა ვაშინგტონში და შესაბამისად დახურულ შენობაში გაიმართება. როგორც საუბრობენ, უკვე დღესვე პრეზიდენტი ტრამპი 200-მდე აღმასრულებელ ბრძანებას გასცემს და მათ შორის ბევრი ძალიან საინტერესო იქნება, მათ შორის ჩვენთვისაც და ზოგადად ადამიანებისთვის, რომლითაც პოლიტიკით დაინტერესებულები არიან. ერთ-ერთი რაც გავიგე არის, რომ პრეზიდენტ კენედის მკვლელობის საქმის გრიფის მოხსნაზეც იქნება საუბარი და ძალიან ბევრი შეთქმულების თეორიაც არსებობს ამის შესახებ და ძალიან საინტერესოა თუ რა ინფორმაცია იყო აქამდე გრიფირებული და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ამ საქმის და მკვლელობის დეტალები, რაც მე ვფიქრობ, რომ საინტერესო არის. ხო, მეც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკის ამით განსაზღვრავს ძალიან დიდწილად ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენც რაღაცნაირად ველოდებით ამ დღეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ გავიდა ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს უნდა ამასთან დაკავშირებით დღეს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, ასე ვთქვათ, ჩვენი მოქალაქეები და იმედი მაქვს, რომ აი ზუსტად აი ინაუგურაციის პერიოდში, ხო, მე ამერიკის მეგობრების მარში და 9 საათზე, ასე ვთქვათ, აქაც ასე ვთქვათ, მხარდაჭერა იქნება ამ დღესთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ სამწუხაროდ რეჟიმი დღითი დღე რაღაცნაირად უფრო და უფრო კატეგორიული ხდება და არაერთი დაკავებული ადამიანი იყო კიდე ამ შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩემი კოლეგები მათ შორის, გურამ მაცხონაშვილი დააკავეს და ეს დაკავების კადრები არსებობს და საოცრება ხდება, რომ რაღაცნაირად თითქოს წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლება ნიღბის გამო თბილისში აქციის მონაწილე დაეკავებინათ, მაგრამ ნამდვილად ამასაც მივაღწიეთ. ეხლა სამოქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ისინი კიდევ ერთხელ აპროტესტებენ მიმდინარე არსებულ რეჟიმს და მოითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ, ასე ვთქვათ, რეჟიმის პატიმრები. ასე რომ ბრძოლა გრძელდება, ის რაღაცა სხვა ეტაპზე გადავა და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენ რაღაცნაირ გამარჯვებას მივაღწევთ აუცილებლად. დღევანდელ ღონისძიებაზე ამერიკაში ინაუგურაციას გულისხმობ, საქართველოდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, როგორც გვაქვს ინფორმაცია. მას უკვე ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა და ინაუგურაციის მერეც ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის სენატორ რუბიოსთან, რომელიც დასახელებული არის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ის ამერიკის ხელისუფლებაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ ჩვენ რა ინტერესი გვაქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანი პირდაპირ განსაზღვრავს ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი მასთან შეხვედრას მართავს და ვიცი, რომ ძალიან კარგად არის ინფორმირებული მარკო რუბიო აქაურ კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილშიც მიმდინარე კრიზისზე უნდა ვისაუბროთ, ოღონდ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკურ ჭრილში. ძალიან ბევრი ანალიზი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ ამ კრიზისის დასაწყისში რამდენად დიდი რყევები იყო ჩვენ ეკონომიკაში, რამდენად დიდ რყევებს გამოიწვევს ჩვენ ეკონომიკაში. ერთ-ერთი ამის გამოძახილი არის ის, რომ ბიზნესი გაერთიან და ერთი მიზნის გარშემო პრინციპში სარკისებურად თუ რაც არის პროტესტი, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 3000-მდე ბიზნესი არის ჯამში გაერთიანებული free business-ის პლატფორმაზე. რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობა არის. ძალიან დიდი რაოდენობა არის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მასშტაბისთვის და რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გაიმართა ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი, ასე ვთქვათ, მომავალი გვიქადეს იმ შემთხვევაში, რომ ამ კრიზისიდან გამომდინარე და არც თუ ისე სახარბიელო არის და ამ თემასთან დაკავშირებით უნდა ვესაუბროთ ადამიანს, რომელმაც დაორგანიზა ეს შეხვედრა, გიორგი ჩუგოშვილი გვეყოლება ჩართვით, რომელიც არის ბიზნესმენი და პლატფორმა free business-ის დამფუძნებელი. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით.
მოგესალმებით. ვიცი რომ სანამ გადავალთ უშუალოდ ეკონომიკის ნაწილზე, მინდა რომ შეხვედრაზე გკითხო, როგორ ჩაიარა, რამდენიმე კადრი ჩვენ ვიხილეთ და ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ გამოსვლელები იყვნენ და საუბრობდნენ იმაზე თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს უახლოეს მომავალში, შემდეგ კვარტალში კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც დაიწყო არჩევნების მერე ამ ქვეყანაში. ჯერ ვისაუბროთ შეხვედრის გარშემო, როგორ ჩაიარა, როგორ იკმაყოფილი ხარ და შემდგომ უკვე გადავიდეთ შინაარსობრივ ნაწილზე თუ რა მოლოდინები გვაქვს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. შეხვედრით ვარ ძალიან კმაყოფილი. პირველ რიგში, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო შეხვედრას და თვითონ შეხვედრა იყო ძალიან პროფესიული. განვიხილეთ ეკონომიკის ტენდენციები, რა პროგნოზებს უნდა ველოდეთ და საკმაოდ მძიმე სურათი დავინახეთ. და ასევე იყო სხვადასხვა მხარე პანელური დისკუსიები, სადაც ასევე ძალიან საინტერესო ანალიტიკა მოიტანა, იქნება ეს ICT-ის კვლევითი ინსტიტუტი, PMCG თუ სხვა მხარეებმა, ამიტომ ზოგადად შეხვედრით ვარ ძალიან კმაყოფილი, უკმაყოფილო ვარ იმ სურათით, რომელიც დავინახე სამწუხაროდ. გიორგი, პოლიტიკური კრიზისი არის, კრიზისი რაღაცნაირად უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, ჩიხურ მდგომარეობაში შედის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ბიზნესის როლი ამ კრიზისში. ამ ეტაპზე რამდენადაც ვიცით, ჯერჯერობით კიდევ, ასე ვთქვათ, კონტროლირებადია ეს ყველაფერი, მაგრამ აი მეორე ნახევარში უკვე იქნება იმის საშიშროება, რომ ეს კრიზისი უკვე აისახება არა მარტო ბიზნესზე, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე და საზოგადოებაზე. რისთვის უნდა ვიყოთ მზად და რა არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, რა უნდა გააკეთონ ბიზნესმენებმა, რომ მეტნაკლებად ეს კრიზისი ნაკლებად მტკივნეული იყოს ბიზნესისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. იცით რა, ჩვენ 15 თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა გავუშვით 15 დეკემბერს, ანუ 15 დეკემბერს ჩვენ უფრო ხედავდით იმის საფრთხეებს, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია, სანქციები, მოსალოდნელი სანქციები, რაღაცა ესკალაცია და იზოლაცია ჩვენი ეკონომიკის გამოიწვევდა ამ პრობლემებს. ხო, ამაზე უკვე 15 დეკემბრის მერე ვსაუბრობთ, მაგრამ სამწუხარო ამბავი არის ის, რომ 15 დეკემბრის შემდეგ მოცემულობა ყველა მიმართულებით დამძიმდა, ხო, ესკალაციის კუთხით და იზოლაციის კუთხით. ანუ გვაქვს უფრო მეტი სანქციები და გვაქვს უფრო მეტი დაკავებული ადამიანი, რაც რა თქმა უნდა ესკალაციას უფრო ამწვავებს. ამიტომ აქ გვაქვს სერიოზული პრობლემები. რაც შეეხება თვითონ პროგნოზები გაკეთებული იყო არსებული სანქციების და არსებული იზოლაციის ჭრილში. იქ ჯერ შეუძლებელია რომ გათვალისწინებული იყოს კიდევ რა შეიძლება დაემატოს ამ რაღაც პრობლემებს ქვეყნისას, შეიძლება იყოს მეტი სანქცია, ხო, შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი იზოლაცია და ის სურათი კიდე შეიძლება რომ უსასრულოდ დამძიმდეს, მაგრამ არსებული მოცემულობითაც ძალიან მძიმე მოცემულობაში ვართ და პროგნოზები არის რომ 2025 წელს შეიძლება ეკონომიკა არ შენელდეს ზრდა, ვთქვათ, ან ნაკლებად კი არ გაიზარდოს, საერთოდ შემცირდეს. პრობლემები გქონდეს უმუშევრობაში, პრობლემები გქონდეს გაცვლითი კურსის, ასე ვთქვათ, გაუფასურებაში, ლარის გაუფასურებაში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება ინფლაციაზე მნიშვნელოვანწილად, განსაკუთრებით იმპორტირებულ პროდუქტებზე და იმ ფონზე, როდესაც დასაქმება შემცირდება, ხელფასები ან არ გაიზრდება, ან შემცირდება, ხოლო ფასები მოიმატებს. იმიგრაციის პრობლემაც წამოიწევს ალბათ ბუნებრივია ამ შემთხვევაში. ჩვენ ამ პრობლემას უკვე რაღაცა წინა წლის განმავლობაში ძალიან მძაფრად ვაკვირდებით, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის გადის და ცდილობს, რომ სხვაგან, ასე ვთქვათ, დაალაგოს თავისი ცხოვრება და თავისი ეკონომიკური ყოველდღიურობა, მაგრამ ეს რაღაც კიდევ უფრო გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ეს პრობლემებიც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძაფრად წამოიწევა. რამდენიმე კარგი რაღაც ანალიტიკა ვნახეთ და მინდა რომ ყურადღება გავამახვილო, მაგალითად ICT-ის კვლევითი ინსტიტუტი პერიოდულად იკვლევს ბიზნესის განწყობებს. ანუ ბიზნესის რა წილი ელოდება, რომ მისი საქმე უკეთესად წავა, შემოსავლები გაეზრდება, ან უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს, რა წილი სტაბილურობას ელოდება, ხოლო რა წილი ელოდება ნეგატიურ ტენდენციებს. ხო, რადიკალურად გვაქვს გაუარესებული ბიზნესის მოლოდინების კუთხით მოცემულობა და ის არის პანდემიის შემდეგ არის რაღაცა
ნეგატიური მოლოდინებში გადასული. აქამდე ბოლო რაღაცა პანდემიის მერე სულ იყო ხოლმე რაღაც ნორმალური ტენდენცია, მაგრამ ეხლა გვაქვს ძალიან დაახლოებით პანდემიის დროს რომ ქონდა ისეთი ცუდი მოლოდინები აქვს ბიზნეს საზოგადოებას. აქვე იყო PMCG-ს კვლევა, პირველადი მონაცემები, რომლებიც სწავლობენ უკვე ვაკანსიებს და რამდენი ვაკანსია არის გამოცხადებული და აქ რა ტენდენცია გვაქვს და აქაც პრობლემა გვაქვს და ეკონომისტებმა სიღრმეში ჩაგვახედეს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დინამიკასთან მიმართებითაც. უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ჩვენ ვიცით რომ შემცირებული არის დაახლოებით 40% 2024 წელს, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად ჩაგვახედეს და გვანახეს რომ რაც შემოვიდა ის უცხოური ინვესტიციები იყო მთლიანად რეინვესტირება 91% დაახლოებით. შესაბამისად ფაქტიურად ქვეყანაში ახალი ინვესტიცია 2024 წელს უკვე არ შემოსულა. ეხლა ამოცემლობით 2025 წელს ველოდოთ რომ უცხოელი ინვესტორები რაღაცა საქართველოზე გაგიჟდებიან, გადაიღებიან. იწევენ ძალიან არალოგიკური არის და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა დისკუსიის დროს, რომ ის ზიანი, რაც საქართველოს როგორც ბიზნესის კეთების ადგილმა მიიღო, ეს ძალიან დიდხანს გაყვება საქართველოს. ხო, ანუ პოლიტიკური სიტუაცია ჩვენ 15 დეკემბრიდან ამაზე ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება დასტაბილურდეს 3 თვეში, თქვათ, 2 თვეში, 1 თვეში, არ ვიცი, დაინიშნოს როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზა არის ხოლმე არჩევნები. საქართველოშიც თუ ესე მოხდა, პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება დასტაბილურდეს, მაგრამ რეპუტაციის შენება სჭირდება წლები. ხოლო რეპუტაციის დანგრევა სჭირდება 1 დღე. და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ბიზნეს რეპუტაცია უკვე მნიშვნელოვნად დავაზიანეთ, განსაკუთრებით განვითარებული სამყაროს ინვესტორების თვალში, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანი არის ინსტიტუტები, მათთვის მნიშვნელოვანი არის სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ასე შემდეგ. და თქვენ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერი ქართველი ბიზნესმენი წავა უცხოეთში და დაელაპარაკება ინვესტორს და ეტყვის, რომ იცით რა, ეს კი გქონდა ეს პრობლემები, მაგრამ აღარ გვექნება და მოდი შემდეგი 5-10 წელი საქართველოში დააბანდე შენი ინვესტიცია. ხო, ეს ხო წარმოუდგენელია, აი, მთელი 30 წელი მუშაობდით იმაზე მთელი ქვეყანა, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება რისკებთან არ ყოფილიყო, ესეთ შიდა რისკებთან როგორც მინიმუმ არ ყოფილიყო დაკავშირებული და დემოკრატიის პრობლემებთან და ეხლა უკვე აი ამ რეპუტაციულ ზიანს, რომელიც საქართველოს ბიზნეს გარემოს მიადგა, ამის შემოტრიალებას კიდევ უფრო ბევრი დრო დაჭირდება. ამიტომ სულ ვიძახით და ვამბობთ, პოლიტიკური კრიზისი შეიძლება მალე მოგვარდეს, ეკონომიკური პრობლემები შეიძლება რაღაცა წლების შემდეგ მოგვარდეს, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გვარდებს ფინანსურ სისტემასთან. ფინანსურ სისტემას თუ პრობლემები შეექმნა, ეს 10 წლეულობით უკან დახევს ჩვენს ქვეყანას და ამის რისკებსაც ვხედავთ. მაგალითად, ჩვენ, როდესაც კრიზისები გვქონდა, იქნებოდა ეს პანდემია, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი თუ რუსეთ-საქართველოს ომი, ჩვენ ეს კრიზისები გადავაგორეთ ჩვენი დასავლური პარტნიორების ფინანსური დახმარებით. ახლა ამ ფინანსურ დახმარებაზეც აღარ გვაქვს უცდომა. შესაბამისად, კრიზისი, რომელიც ყოველდღიურად უფრო ღრმავდება და ძალიან მალე უკვე მოსახლეობაც თავის ყოველდღიურობაზე იგრძნობს, უნდა გადავლახოთ მარტო. აღარ გვყავს ფაქტიურად მხარე, რომელიც დროებით ფინანსურად დაგვეხმარება და ერთად გადავაგორებთ ამ მხარეს, იმიტომ რომ მათთან ყველასთან ან შევწყვიტეთ პროგრამები, ან იმდენად ასე ვთქვათ, დავძაბეთ ურთიერთობა, რომ უკვე დასახმარებლად აღარ მიგვესურვება. როდესაც ყველა სხვა შემთხვევაში მათი დახმარების მეშვეობით გამოსულვართ ამა თუ იმ კრიზისიდან. გიორგი, აუცილებლად მინდა გითხრა ვალუტის კურსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არაერთი მოსაზრება მომისმენია, რომ ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ შეინარჩუნოს ეს ვალუტის კურსი, რომელიც ახლა გვაქვს, ხო? რის ხარჯზე კეთდება ეს, მინდა რომ მაყურებელს კარგად აუხსნათ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ისტორიულ მინიმუმზე არის ჩვენი სავალუტო რეზერვები და ხშირად პარალელსავლებენ ხოლმე 2008 წლის ომთან, იმიტომ რომ ასეთ მინიმუმზე 2008 წელს იყო სავალუტო რეზერვები ჩამოსული, იმიტომ რომ ხელოვნურად ცდილობდნენ კურსის შენარჩუნებას ახლა, როდესაც დოლარის რეზერვებს ყიდიან, თუმცა ყველაფერს აქვს თავის რესურსი და ასე ვთქვათ ძირი, ხო? და როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს
ეს როგორი შეფასება შეიძლება მივცეთ ამას, რამდენად სწორია ასეთი მუშაობა იმ თვალსაზრისით, რომ ხელოვნურად იქნა შენარჩუნებული სავალუტო რეზერვების ხარჯზე კურსი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან თუ ეს კრიზისი ასე გაგრძელდა, ეს რეზერვებიც ამოიწურება და შემდგომ უკვე რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს კურსთან დაკავშირებით. და ზოგადად მარტივად რომ ავხსნათ მოქალაქეებზე რამდენად აისახება და სად ასე ვთქვათ გადააწყდებიან პრობლემებს. კი ბატონო, პირველ რიგში რაც შეეხება გათვლით კურსს, ჩვენ ვიცით რომ თქვათ არჩევნებისთვის დაახლოებით 2.7-ზე იყო კურსი, ეხლა უკვე 2.9-სკენ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ფაქტიურად ძალიან დიდი წილი თავისი რეზერვების ასე ვთქვათ გაყიდა იმისთვის, რომ ეს კურსი თუნდაც ამ დონემდე შეენარჩუნებინა, შეხვედრაზე განხილული სტატისტიკიდან გამომდინარე და რაღაც ანალიტიკიდან გამომდინარე უკვე მოიაზრება, რომ წესით 3.1 უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით და უბრალოდ ეს ამდენი რეზერვი რაღაც 100 მილიონი თუ სწორად მახსოვს რეზერვი დაიხარჯა იმისთვის, რომ რაღაცნაირად 2.9-ზე მეტიზე არ 2.9-მდე იყოს კურსი და არ წასულიყო თქვა 3.1-სკენ და 3.2-სკენ. აქვე მინდა ძალიან მარტივად თქვა, რომ რეზერვები, რომელიც ეხლა ძალიან დაბალ დონეზე არის, და ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ცუდი მოცემულობა, მაგრამ ორმაგი რისკის სიტუაციაში ვართ, იმიტომ რომ ჩვენი იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ანუ 2008 წლის ომის დროს თუ რაღაცა ანალოგიური რეზერვები ქონდა, ჩვენი ეკონომიკა მაშინ მნიშვნელოვნად პატარა იყო და ის რეზერვები უფრო რაღაცა ძლიერი ინსტრუმენტი იყო და ახლა იმპორტი 16 მილიარდი დოლარი არის. 16 მილიარდი დოლარი არის ძალიან დიდი თანხა, რომელსაც ყოველწლიურად ჩვენ ვყიდულობთ უცხოეთიდან, ხო? და შემოგვაქვს პროდუქცია. 0.1 კურსის გაუფასურება 2.7-დან თქვა 2.8-მდე, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ იმპორტში მოსახლეობა 1.650 მილიონი ლარით მეტი უნდა გადავიხადოთ წლის განმავლობაში. და თუ კურსი თქვა 0.05-ით გაუფასურდება, თქვა 2.7-დან 3.2-ზე 8 მილიარდია. 8 მილიარდი ლარით მეტი უნდა გადაიხადოს საქართველოს მოსახლეობამ, რომ იგივე პროდუქცია მოიხმაროს, რაც 20-24 წელს ჰქონდა. ეს ხო ძალიან ძიმე მოცემულობაა. საქართველოს ბიუჯეტი 20-22 მილიარდი ლარია და ჩვენ მომავალ წელს, მხოლოდ ერთ წელს 8 მილიარდით მეტის გადახდა ვერ გადავიხდით ამ 8 მილიარდით მეტს, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები პროდუქტი უნდა მოვიხმაროთ, ხო? ეხლა რაც შეეხება ინდივიდუალური ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ეს ყველაფერი როგორ შეეხება. პირველი, როდესაც ვართ ეკონომიკურ კრიზისში, აღარ არის ახალი სამუშაო ადგილები, პირიქით, ყველა კომპანია ცდილობს, რომ შეამციროს ხარჯები და რა თქმა უნდა, ხარჯების ერთ-ერთი კომპონენტი არის დასაქმებული და მათი ანაზღაურება. მეორე, აღარ მოხდება ხელფასების გაზრდა, შესაბამისად, ვინც დარჩება სამსახურში, იმათ ან შეუნარჩუნდებათ, ან შეიძლება რომ შეუმცირდეთ შემოსავლები. ეს არის შემოსავლების ყარი არის მნიშვნელოვნად შემცირებული. მეორე მხარეს კურსი, როდესაც არის თქვათ გაზრდილი, ჩვენ ძალიან ბევრს გვაქვს სესხი უცხოურ ვალუტაში. შესაბამისად, ჩვენი შემოსავლიდან მეტი უნდა გადავიხადოთ სესხის დასაფარად და შემდეგ ეს კურსის გამო პროდუქტებიც გაძვირებული არის. შესაბამისად, ნაკლები თანხა დაგვრჩება მას შემდეგ, რაც სესხის თანხას გადავიხდით და გაძვირებულ პროდუქციაში კიდე მეტი უნდა გადავიხადოთ, შესაბამისად, ნაკლები უნდა მოვიხმაროთ, ხო? ნაკლები რაღაცის ყიდვას შევძლებთ, ნაკლებად შევძლებთ ჩვენი ოჯახები, რომ წინ წავწიოთ, ან დავასვენოთ, ან რაღაცა საკვების უზრუნველყოფა გქონდეს ისეთი, როგორც გვინდა და შეიძლება რაღაცა სხვა პროდუქციაზე უფრო იაფიანზე მოგვიწიოს, გადასვლა, ზოგადად საზოგადოებაზე ყველაზე ერთად ვსაუბრობ, ხო? ამიტომ შემოსავლების კუთხით საზოგადოებისთვის იქნება კლება, ფასების კუთხით და სესხის მომსახურების კუთხით ზრდა. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანების მიერ დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობას, რომელიც ასევე არის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო, იმიტომ რომ შემდეგ ის დანაზოგები ხდება კომპანიებისთვის სესხი და ინვესტირებას ახორციელებენ განვითარებაში. ამიტომ ყველა კუთხით ძალიან საგანგაშო მოცემულობისკენ მივდივართ. თუმცა აქ დავაზუსტებ, რომ მხოლოდ იმ ესკალაციის პირობებში და იზოლაციის პირობებში, სადაც ჩვენ ვართ.
ყველა ახალი სანქცია, ყველა ახალი იზოლაცია, ყველა ახალი პრობლემა ლეგიტიმიტეტთან უფრო დაამტკიცებს და გიორგი, სანქციებთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა გკითხოთ ბრიტანულ აქციებზე, რომელზეც დაიწყო საუბარი ოლიგარქის მიმართ, ასე ვთქვათ. რას ნიშნავს ეს სანქციები და ესეც როგორ აისახება ზოგადად ქვეყანაზე? პირველ რიგში ბრიტანეთი არის ფინანსური სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, ცენტრი, ხო? სადაც ივაჭრება საქართველოს ბანკის, TBC ბანკის, Georgian Capital-ის და ასე შემდეგ აქციები. ანუ ჩვენთვის ლონდონი არის ამოსავალი წერტილი, როდესაც ვსაუბრობთ ფინანსებზე და ფინანსურ სექტორზე. და რა თქმა უნდა, მათი ბრიტანეთის იურისდიქციაში ძალიან ბევრი ჯგუფს აქვს თავისი ჰოლდინგური კომპანია, რომელზეც აქვს ვთქვათ გაფორმებული ლოკალური აქტივები და ლოკალური კომპანიები. ხო, ანუ ბრიტანეთის სანქციები ყველაზე ძიმე დარტყმა იქნება პირველ რიგში ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, მიუხედავად იმისა, ვის დაასანქცირებენ. ხო, მაგას უკვე მნიშვნელობა დიდად აღარ ექნება, იმიტომ რომ მოცემულობა იქნება, რომ საქართველოში ზოგიერთი სამწუხაროდ ბიზნესმენი თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი თუ სხვა, რომ დასანქცირდება ბრიტანეთის მხრიდან, ეს არის ძალიან ძიმე სიგნალი და მე რაღაცნაირად სულ ამაზე ვსაუბრობ, რომ მინდა რომ ისე მოხდეს დეესკალაცია, რომ ეს დამატებითი ნეგატიური სიგნალები უკვე სხვადასხვა ძირითადი ეკონომიკებიდან აღარ გავიდეს საქართველოზე და არავისთვის არ მინდა ცუდი, არავისთვის არ მინდა რომ რამე საქმე გაუფუჭდეს და რაღაცა, მაგრამ დეესკალაცია თუ არ მოხდება ქვეყანაში და რაღაცნაირად ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას თუ არ დაუბრუნდებით, პოლიტიკა აუცილებლად ჩაითრევს ეკონომიკას ამ ძიმე მოცემულობაში. ეკონომიკა ვერასოდეს ვერ გადაწონის იმ კრიზისებს, რომლებსაც პოლიტიკა ქმნის. ბიზნესმენებს შეუძლია ბევრი იმუშაონ, ბევრი იშრომონ, რაღაცეები მოიფიქრონ, მაგრამ პოლიტიკა ყოველთვის უფრო რაღაცა ძლავრი პროცესი არის, ვიდრე შრომა, ხო? ამიტომ რაღაცნაირად ამის გარეშე ჩვენ ამბობენ ხოლმე, რომ აი რაღაც პოლიტიკაში ერევა ის ბიზნესი და ის კომპანიები, ვინც განცხადებას შეუერთდა. მინდა აღნიშნო, რომ წყარო არის კრიზისის პოლიტიკური და ბიზნესმა რა უნდა გააკეთოს, რა ვიცი, ინვესტიციებზე იმუშაოს და ამით განიმოხდება სიტუაცია. ბიზნესმა ზუსტად იცის, რომ პოლიტიკა ძალიან აგრესიულად იჭრება ბიზნესში, პირდაპირ ირიბა და ასე შემდეგ და 30 წლის განმავლობაში, 33 წლის განმავლობაში რაც დამოუკიდებლობა ჩვენ მოვიპოვეთ და ესე აგურზე ედება საქართველოს ეკონომიკას, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი რისკის ქვეშ, იმიტომ რომ ისეთი პატარა ეკონომიკა და ისეთი ინტეგრირებული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკაში, როგორიც არის საქართველო და ისეთი ეკონომიკა, რომელსაც არ აქვს ნავთობი, ვერ გაძლებს იზოლაციის პირობებში ამისი ალბათობა, ამისი ნოლია, ვერ გაძლებს, შანსი არ არსებობს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი იმიჯი, როგორც საქმიანი ბიზნესის საკეთებელი ადგილის და ეს არ იქნება დემოკრატიის გარეშე, ეს არ იქნება გამართული ინსტიტუტების გარეშე და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე შეუძლებელი არის, რომ აქ ხარისხიანი კაპიტალი მოვიზიდოთ. ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ და ჩვენ ბოლო 2 თვეში ისე დავაზიანეთ, რომ ამას კიდევ რაღაცა წლები დაჭირდება რომ აღდგეს. გიორგი, free business-ზე მინდა კითხო, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი პლატფორმა არის და რაც მოვიძიე, ხა შეიძლება ვწდები და თუ ვწდები შემისწორებ, ამ ჯამურად, როგორც ვიცი, 3000-მდე ბიზნესი იღებს ამ პლატფორმაზე მონაწილეობას და ჯამური ბრუნვა 10 მილიარდ ლარამდე არის. 8-დან 10 მილიარდ ლარამდე ამ ჯამურად ამ ბიზნესების თუ ვწდები ციფრში შემისწორე. დიდი ძალაა ეს რეალურად, მაგრამ აი საინტერესოა რომ მოვისმინოთ შენგან, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, რა ძალის მატარებელი არის ეს დიდი პლატფორმა, სადაც ამ ხელაბრუნვის კომპანიები ჯამურად თავს იყრიან და ითხოვენ პრინციპში იგივეს, რასაც ადამიანები ქუჩაში.
პირველ რიგში მინდა დავაზუსტო, რომ იმიტომ ითხოვენ იგივეს, რომ ეს არის რეალურად პრაგმატული გზა. გზა არ არის, ვერ ხედავთ. შეიძლება იყოს, ახლა ერთი გზა არასოდეს არ არის, შეიძლება რაღაცა იყოს, მაგრამ ამაზე ვიღაცამ უნდა ილაპარაკოს, დებატები უნდა იყოს, არ ვიცი, რაღაცა საუბარი მაინც უნდა იყოს, ხო? იქიდან ალტერნატივა არის, რომ ხალხმა, არ ვიცი, სახში წავიდეს და ეს ხალხი ციხეში დაჯდეს, ხო, რაც რა თქმა უნდა ესკალაციას ვერ დარჩეს და რა თქმა უნდა ეს ესკალაციას ვერ მოიტანს, ხო? ანუ და ლეგიტიმაციის პრობლემებსაც ეს არ მგონია, რომ მოაგვარებს საერთაშორისო კუთხით როგორც მინიმუმ, ხო? ამიტომ ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული მართლა პრაგმატული გზა არის და იმიტომ უხდებიან ეს კომპანიები ამ განცხადებას. რაც შეეხება free business-ს, ახლა თქვენ იცით, რომ 15 დეკემბრიდან ახალ წლამდე იყო განცხადებაზე შემოერთების ვადა და ამ ორი კვირის განმავლობაში 2428 კომპანია შემოუერთდა განცხადებას. ნამდვილად მათი ჯამური ბრუნვა არის დაახლოებით 10 მილიარდი ლარი და აი ჩვენ შეხვედრაზე ამ საკითხზეც ვისაუბრეთ, სულ ხდება ხოლმე დაკნინების ცდელობა არის ამ ერთობის, ასე ვთქვათ, ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ბიზნესების ერთობის დაკნინების ცდელობა არის ხოლმე და სულ საკსტატის მონაცემები მოყავთ, მაგალითად, რომ აი 230,000 კომპანია არის და ეს 2400 კომპანია ეხლა რა არის, არაფერი განსაკუთრებული არ არის. მაგრამ რეალობა ყველა მოსახლეობამაც და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ეკონომიკას ქმნის დაახლოებით არა 230,000, არამედ 79,000 კომპანია. ეს არის იმ კომპანიების რაოდენობა, ვინც აუდიტის სამსახურში ყოველი წლის ბოლოს გზავნის წლიურ ანგარიშგებას. ანუ 79,000 კომპანია არის მუშა რეალურად საქართველოში, ვინც ქმნის ეკონომიკას. ნუ, აქვე შეიძლება თქვა, რომ 79,000-დან 2,428-ს ბევრი არ არის, მაგრამ აი შეხვედრაზეც ეს შედარება მოვიყვანეთ და აქაც მინდა მაყურებელთან რომ გავაკეთო. აი იგივე პროპორცია რომ გადმოვიტანოთ საქართველოს მოსახლეობაზე 3.7 მილიონ ადამიანზე. ეს არის 113,000 ადამიანი. ანუ ბიზნესების ხმა აი ამ 2428 ბიზნესის ხმა ისევე ხმამაღლა ჟღერდა, როგორც 113,000 ადამიანი ერთად შეკრებილი, რომელიც ითხოვს დეესკალაციას, ხო? ანუ ეს არ არის პატარა ციფრი, ეს არის ძალიან დიდი ციფრი და საქართველოში ესეთი რაღაცა არასოდეს არ მომხდარა, რომ ამდენ ბიზნესს ასე ხმამაღლა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და ეს ტრანსფორმაციის ეტაპი ბიზნესის, რომ ბიზნესი ქმნის დოვლათს, ბიზნესი და მასში დასაქმებული ადამიანები, კერძო სექტორი ავსებს ბიუჯეტს და როდესაც რაღაცა აშკარად პრობლემურ პროცესში შევდივართ, პრევენციული განცხადება გააკეთოს, რომ იცით რა ეკონომიკას პრობლემა ექნება და ჯობია ეხლა რომ პოლიტიკამ ცოტა დეესკალაცია გააკეთოს, თორე 33 წლის შრომა წყალში ჩაიყრება. ამისი პრობლემა ქვეყანაში არ უნდა იყოს, ხო? სიტყვის თავისუფლება გვაქვს და ყველას უნდა ქონდეს ამის უფლება. თუმცა ბევრს მაინც ხვებსაც ეშინიათ, თორე დარწმუნებული ვარ 5,000-ს ვიქნებოდით და 10,000-ს ვიქნებოდით, ბევრს ეშინია, არის ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ აი იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თუ დეესკალაცია არ მოხდა, ყველაფერი ბოლოს ხო, ძალიან საინტერესო პროპორციაა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობაზე გადავიდანთ, მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ ასევე ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ეგ ის 113,000 ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ დოვლათს ქმნის ამ ქვეყანაში, ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და ძალიან დიდი თანხა შეაქვს ბიუჯეტში და რეალურად ბიუჯეტის ძალიან დიდი წილი მოდის მაგ ბიზნესების მიერ შერატან თანხაზე, რომელთაც მერე საბოლოო ჯამში ის ბიუროკრატია და ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურები ფინანსდებიან. გიორგი, ერთი რამე მინდა გკითხოთ, სამწუხაროდ ის დიქტატურული სისტემის სქემა, რომელიც იკვეთება სამწუხაროდ და რაღაცნაირად აი ამ დიქტატურისკენ უნდათ ამ ქვეყნის წაყვანა, ამ სქემის სათავეში იმყოფება ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ არის რომ რაღაცნაირად აი ამ დიქტატორული სქემის რყევისთვის, ამ სისტემის რყევისთვის მთავარი დარტყმა მაინც არის ეს ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად უნდა შევაჩეროთ. და ამისი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ბრძოლის იარაღი არის მის მიმართ წარდგენილი ეს სანქციები. სხვა ქვეყნების მაგალითები თუ არსებობს მსგავსი სანქციებით, ვთქვათ, ოლიგარქების მიმართ, როგორ განვითარდა შემდგომ ქვეყნებში, ვთქვათ, მოვლენები. თუ შეგვიძლია რაიმე მაგალითის მოყვანა. არა, იმიტომ რომ ინფორმაცია არ მაქვს და რაზეც არ მაქვს ინფორმაცია, იმაზე არ ვსაუბრობ ხოლმე. მაგ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ეხლა რაც მინდოდა მე თქვა იმ 113,000 ადამიანზე წეღანაც ახსენეთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 113,000 ადამიანი, როდესაც ქუჩაში გამოდის,
იქ 10 იმდენი არის, რომელსაც იგივე პოზიცია აქვს და უბრალოდ ესე საჯაროდ, ასე ვთქვათ, არაფიქსირებს, ხო? ზუსტად იგივე სიტუაციაც არის ბიზნესში და თითოეულ მათგანს, ვინც თავისი, ასე ვთქვათ, კომპანიით შეუერთდა თავისუფალი ბიზნესების განცხადებას და ვინც საჯაროდ ასე ძალიან ხმამაღლა დააფიქსირა ეს თავისი ხმა, მაგალითად აი გასტრონომია არის ერთ-ერთი, რომელიც ასე ვთქვათ, განსაკუთრებული შეტევის ობიექტი გახდა ბოლო დროს და ყველას მეც ახლა პოსტიც დავწერე და ვთხოვე ადამიანებს, რომ თუ შეუძლიათ ციფრულად მხარი დაუჭერონ შეფასებებით ან მივიდნენ გასტრონომში და რაღაცა სიმბოლური შესყიდვა მაინც განახორციელონ. ამიტომ ბევრად მეტი კომპანია არის, რომელიც ან როგორც ხალხი 100,000 შეიძლება დგას, მაგრამ მილიონი არის ადამიანი, ვინც იგივე პოზიციაზეა. ზუსტად ანალოგიური განწყობა არის ბიზნეს საზოგადოებაშიც. კიდევ უფრო მეტი არის, იმიტომ რომ ბიზნესისთვის ეს საჯაროდ დაფიქსირება ბევრად უფრო რთული არის, ვიდრე უბრალოდ ადამიანისთვის პროტესტისზე გამოსვლა და როსტავალზე დადგომა, ხო? ამიტომ ჩვენ ძალიან ესეთი კომუნიკაციიდან გამომდინარე და ლოგიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს რაღაცა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს საზოგადოება ამ რისკებს ხედავს, ამ რისკების პრევენცია უნდა და უნდა რომ რაღაცა დემოკრატიულ შვიდ წყნარ ქვეყანაში გააგრძელოს ეკონომიკის მშენებლობა და განვითარება. ამიტომ ეს რაღაცნაირი განწყობა კიდევ უფრო მასშტაბური არის და კიდევ უფრო ძლიერი არის ზოგადად ბიზნეს საზოგადოებაში და ჩვენ ვეცდებით, რომ სამომავლო ნაბიჯები მეტი კონსოლიდაციისკენ, მეტი გაერთიანებისკენ ბიზნეს საზოგადოების და არა ვინმეს წინააღმდეგ მივმართოთ. ჩვენი საერთო ინტერესი არის ქვეყნის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და დემოკრატია და ასე ვთქვათ, კეთილდღეობა რომ მხარეს არის, ყველა ვიცით, ეს არის დასავლეთში და ევროინტეგრაციაში. ამიტომ ესეც კრიტიკული მიმართულება, ხო? თუ ეს არის ჩვენ ვართ პოზიტიური დღის წესრიგით გაერთიანებული და რაღაც ნამდვილი ბიზნეს ღირებულებები რაც უნდა იყოს, იმ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები და კომპანიები, ჩვენ იქ შეხვედრაზე სამომავლო ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ, ხალხისგანაც მივიღეთ კომენტარები, რა მოლოდინი აქვთ მათ და რაღაცნაირად უნდა დავაბალანსოთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები და ანუ სამოქმედო გეგმას უკვე ჩვენს წევრებს უახლოეს დღეებში მივაწვდით. გიორგი, ბოლო კითხვა მექნება, მოკლე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს პლატფორმა ამ პროცესებში და მგონი რომ კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს მომავალში. თუ გაქვთ რაიმე სახის შემდეგი ნაბიჯის გეგმა, რასაც ეს პლატფორმა გააკეთებს, გარდა იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი ბიზნესები ერთად შეკრიბა და ისაუბრა კრიზისთან მიმართებაში და მოლოდინებთან მიმართებაში. თუ გაქვთ რამე შემდეგი ნაბიჯი, რასაც აპირებთ რომ განახორციელოთ, თუ რა თქმა უნდა ამაზე ხმამაღლა საუბარი შეგიძლიათ. ხო, ну, რაზეც პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ და შეკრებაზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ის შემიძლია პირველ რიგში რომ თქვა, ჩვენ ვართ დემოკრატიული პლატფორმა, სადაც თითოეული კომპანია, რომელიც შემოუერთდა ამ პლატფორმას, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. ეს 15 დეკემბერს BMG-ს ეთერში დაიწყო როგორც წამოწყება. გავიდა იქიდან ერთ თვეზე მეტი და ასე ვთქვათ ეს შეხვედრაც რომელიც ჩვენ 17 იანვარს ჩავატარეთ მათ შორის იყო რაღაცა ანგარიშის ჩაბარების ტიპის შეხვედრაც რომ აი ერთი თვე გავიდა და რა შედეგები დავდეთ და როგორც მინიმუმ ყველა რაღაცა პატარა წარმატება თუ გამარჯვება თუ პროგრესი რაც ჩვენ ბიზნეს საზოგადოებას მოუტანეთ ესეც მგონია რომ მნიშვნელოვანია რომ აი ესეც გავიაზროთ და ვიგრძნოთ რომ რაღაცა უკვე პირველი პოზიტიური ვთქვათ ერთი თვე კარგად ჩავატარეთ, მაგრამ საკითხი არის ის, რომ ეხლა თუ უნდა გააგრძელოს თავისუფალი ბიზნესების პლატფორმამ აქტივობა და რაღაცა აი ამ ღირებულებების გარშემო სვლა, რაც ჩვენ პრეზენტაცია გავაკეთეთ ჩვენს დამსწრეებთან და იქ კიდე 2000-ზე მეტი კომპანია იყო ხო, რომელიც ვერ დაესწრო, იმიტომ რომ ზოგი რეგიონშია, ზოგი სხვადასხვა დიდ ქალაქებშია და ფიზიკურად ვერ მოვიდნენ შეკრებაზე, ხო? ანუ მათ უნდა ვკითხოთ აზრი, პირველ რიგში უნდათ თუ არა რომ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა გარდა იქმნას ორგანიზაციად, გამჭვირვალე ორგანიზაცია, თავისი ბორდი, თავისი
არჩევნებით, სადაც თითოეული კომპანიას ექნება კანდიდატის დაყენების საშუალება, ხმის მიცემის საშუალება და ასე შემდეგ და რაღაცა ფორმა შეიძინოს, რომ უკვე ყავდეს თავისი სპიკერები, თავისი მენეჯმენტი, შეეძლონ ოფიციალურად რაღაცას შეუერთდნენ, რაღაცას არ შეუერთდნენ, განახორციელონ პროექტები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამას ცოტა დრო დაჭირდება, ამის პარალელურად გვექნება რაღაცნაირი აქტუალურ საკითხებზე ჩვენი რეაგირებები, გამომდინარე იქიდან პლატფორმის წევრები რა იდეებს მოგვაწოდებენ და რომელ იდეას ექნება ყველაზე მეტი ხმა ისევ დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ჩვენ პლატფორმას. ამიტომ სამომავლო გეგმები იქნება ერთი ეს, რომ გითხოთ, უნდა თუ არა რომ გარდაიქმნას დემოკრატიული ტიპის მმართველობის ბიზნეს გაერთიანებად და მეორე რა იყოს ის მოკლევადიანი ნაბიჯები, რომლებიც ამის პარალელურად შეგვიძლია გადავდგათ და ძალიან ბევრი იდეა შემოდის წევრებისგან და ჩვენ ახლა დამუშავების პროცესში ვართ. დიდი საინტერესოა დაველოდებით როგორ განვითარდება ეს შემოთავაზებები, ნამდვილად საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ჩართვისთვის. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რაღაც კეთდება, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ძალიან დიდი წილი მოდის ამ ქვეყანაში დოლათის შექმნაზე იმ ბიზნესების მხრიდან, რომელმაც ხელი მოაწერეს ამ პლატფორმას და ეს არ არის უბრალოდ რაღაც 2600-2400 ბიზნესი, რომელიც ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას. ამ ადამიანებს თავის ძალიან დიდი წილში აქვთ ბიუჯეტში და 10,000-10000 ადამიანს ასაქმებენ ამ ქვეყანაში. ამიტომ ეს არ არის რაღაც უბრალოდ რამდენიმე ადამიანის მოთხოვნა. ეს არის ამ ქვეყნის დამფინანსებლების მათ შორის და მოქალაქეების მოთხოვნა. და სანდრო, რაც კიდევ გამოიკვეთა ჩემის აზრით და რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ზოგი ჭირი მარგებელიაო, როგორც იტყვიან, რაღაცა სულ მინდა ხოლმე რომ აი ამ რთულ პერიოდში რაღაცა სასიკეთო ამბავიც აღმოვაჩინო და ვიპოვო და საერთო, ასე ვთქვათ, თუ გადავავლებ თვალს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დაიწყეს ერთმანეთთან რაღაცა უფრო მჭიდრო დაკავშირება, რაღაცა გაერთიანებები იმისთვის, რომ რაღაცნაირად დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის შენებას ჩაეყაროს საფუძველი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს უკავშირდებიან და აძლიერებს ყველა თავის სფეროს, მათ შორის როგორც მოხდა თქვა კულტურის სფეროში, ბიზნესის სფეროში და ეს რაღაცნაირად სოლიდარობა დარწმუნებული ვარ, რომ გადამდები არის და იქნება სამომავლოდ. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ სანდრო ქელხშვილი შემოგვიერთება, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, ვისაუბრებთ მოსალოდნელ სანქციებზე, ამიტომ დაგვალოთ.